აი შრიფტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების ერთი ყველაზე სასაცილო მე ვიტყოდი მაგალითი არის ჰიტლერის დამოკიდებულება. მას ჰქონდა სწორედ ეს ოფიციალური შრიფტი შერჩეული. და ეს იყო გერმანული გოტიკური შრიფტი. ძალიან უყვარდათ გოტიკური შრიფტი ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის წარმომადგენლებს და ყველა დოკუმენტს ამითი ბეჭდავდნენ, რაღაც ტეხილი შრიფტი რა თუ გინახავთ. მაგრამ როგორც კი ომი დაიწყეს და პროპაგანდა დაჭირდა სხვადასხვა ქვეყნებში, ეს შრიფტი ვეღარ გამოიყენეს, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ პოლონეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში ამ შრიფტს ვერ კითხულობდა ხალხი, ამიტომ თავიანთ საშინელ მოსაზრებებს ვეღარ ავრცელებდნენ. და გადაწყვიტა ჰიტლერმა, რომ აეკრძალა უბრალოდ ეს დამწერლობა და გამოაცხადა, რომ ეს შრიფტი შექმნილია ებრაელების მიერ, იმიტომ რომ გერმანელ ბავშვებს წერა-კითხვის ცოდნა გაუჭირდათ. შესწავლა გაუჭირდეს. და გადავიდნენ თანამედროვე შრიფტზე დაახლოებით დღევანდელი შრიფტის ვიზუალზე 40-იან წლებში და ხო, ესეთი დამოკიდებულება ალბათ სახელმწიფოს მიერ ჩარევები თლაც მოსაწონით შეიძლება არ იყოს ხოლმე. იმიტომ რომ რატომ უნდა შეზღუდო? თუნდაც თავისი სახელმწიფომ რატომ უნდა შეიზღუდოს, შეიძლება